მეკობრეობის თემა ერთ-ერთ პოპულარულ დასარტყმ ინდუსტრიულ თემად ითვლება. ზუსტად ამ თემაზე აღარ Ubisoft-მა Assassin's Creed-ის ახალი ნაწილი, რომელსაც შავი დროშა უწოდა. თამაშის ახალ ნაწილში Ubisoft-მა პირველად ნაბიჯი უკან გადადგა და კონორის ბაბუი დაგვანახა სამყარო, რომელსაც Edward Kenway ჰქვია. თუ წინა ნაწილები ქრონოლოგიურად დალაგებულად ვითარდებოდა, ახლა უკვე ვითამაშებთ გაცილებით ადრე, სანამ კონორის სამყაროს მოევლინება. თამაშის სიუჟეტი ვითარდება კუბის კუნძულებზე, სადაც მეკობრეობა 80 წელი ყვაოდა. როგორც გითხარით, მთავარი გმირი გახლავთ Edward Kenway, რომელიც მსუბუქი თავისუფლად უსრულებდა მარტივ ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ ყველაფერი მალე იცვლება, როდესაც მას მეუღლე მიატოვებს. Edward-ი ეძებს მარტივ გზას გამდიდრებისაკენ. ერთადერთ საშუალებას მეზღვაურობაში ხედავს, მაგრამ სულ მალე იგი რიგით მეგობრე ხდება. კონორი იდეალისტი იყო და თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძოდა. Edward-ი კი მისი სრული საწინააღმდეგო მხარეა. იგი კლავს ძარცვას მხოლოდ იმისთვის, რომ გამდიდრდეს. ხოლო თამაშის ბოლოს ხდება მთავარი გმირის გარდაცვალება და იგი ხვდება, რომ არსებობს ისეთი რამ, რაც ფულზე ძვირფასია და იღებს გადაწყვეტილებას შეუერთდეს ასასინების ორდენს. Assassin's Creed-ის წინა ნაწილში ამერიკის კოლონიების და ბრიტანეთის დაპირისპირების ისტორია ჩვენს გარშემო ვითარდებოდა, აქ უკვე ჩვენ თვითონ ვთქვით ისტორიას. Assassin's Creed-ის მეოთხე ნაწილი ეს არის ერთი ადამიანის თავგადასავალი, რომელსაც ზედაპირულად მოუწევს ასასინების და ტამპლიერების დაპირისპირებას ჩართვა. თამაშის შემქმნელებმა აქცენტი საზღვაო ბრძოლებზე გადაიტანეს. ასევე დაიხვეწა ნადირობა და ხომალდის მართვის სისტემა. თუ სერიის მესამე ნაწილში ნადირობა უბრალოდ საფრთხეს იკარგებოდა, ახლა უკვე ნადირობაზე იქნება დამოკიდებული Edward-ის განვითარება, ისევე როგორც Far Cry 3-ში. გაუმჯობესდა ასევე მთავარი გმირის მოძრაობა. იგი უფრო მოქნილი, დახვეწილი გახდა, ხოლო ორთაბრძოლები ნაკლებად სასტიკი. არ შეიცვალა თამაშის ეკონომიკა, მაგრამ შეიცვალა იარაღის გამოყენება. თამაშს ასევე დაემატა საზღვაო ფსკერის შესწავლის შესაძლებლობა. საზღვაო ბრძოლის დროს გასათვალისწინებელი იქნება როგორც ქარისმი, მმართველობა, ასევე უზარმაზარი ტალღების და კარგოვნარების ტრაექტორია. მოკლედ რომ ვთქვათ, Assassin's Creed 4 საუკეთესო საზღვაო თამაშია, რაც კი ოდესმე გამოსულა, მაგრამ რაც შეეხება თამაშის მეორე მხარეს, ის ძლიერ მოისუსტებს. მელეძე ყოფნის დროს ჩვენს გმირს ეფეროვანი დავალებების შესრულება მრავალჯერ უწევს, რაც თამაშს რაღაც მომენტში ძალზე მოსაწყენს ხდის. ასევე არც ის საინტერესოდ ჩანს ქალაქები თავისი ვიწრო გასასვლელებით, მაგრამ ეს გასაგებიცაა, რადგან ეს არც რომია და არც ვენეცია. ასევე თამაშში არსებული ბაგების რაოდენობა შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ სამაგიეროდ კარგად არის დახვეწილი პერსონაჟები და ისტორიული სახეები შავწვერას სახით. როგორც ვთქვით, კარგად არის წარმოჩენილი საზღვაო სამყარო. Assassin's Creed 4 ნამდვილი სათავგადასავლოს მეკობრული თამაშია, თავისი ლამაზი ხედებით. ხოლო რაც შეეხება თამაშის ძირეულ საფუძველს, ტამპლიერების და ასასინების ორდენის დაპირისპირებას, ამ მხრივ თამაში გაცილებით უკან დგას თავის წინა მორბედებზე. 2013 წლის VGX-ის დაჯილდოებაზე Assassin's Creed დასახელდა როგორც საუკეთესო სათავგადასავლო თამაში.